Anyan. მოკლედ რამოდენიმე მithova და ამიტომ გადავწყვიტე რომ შემდეგი თემა ეს ამეღო და ალბათ მაინც რაღაცა თქვენ ძალიან ღელად და ზრუნავთ თქვენ საყვარელ აიდოლებზე ვიფიქრე ეს თემა კარგი იქნებოდა. Sesang ფანები. სამხრეთ კორეაში, როდესაც ახსენებს სიტყვა Sesang ფანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფანი ზედმეტადაა შეპყრობილი აიდოლით. ან ის უბრალოდ არის სხვა საზოგადოების წარმომადგენელი და იმით არის დაკავებული, რომ აიდოლს რამე ნივთი მოპაროს და გაამჟღავნოს მათი პირადი ცხოვრება. ტერმინი Sesang მოდის კორეული სიტყვიდან, სადაც sa ნიშნავს პირადს, seng კი ცხოვრებას. ანუ ისინი ამზეურებენ სელებრიტების პირად ცხოვრებას. თუ კორეულ მედიას დავუჯერებთ, კორეელ სელებრიტებს 500-დან 1000-მდე Sesang ფანი ყავთ. და მათ დღეში 100 მათგანი მაინც დაყვება კუჩში. ეს ფანები ძირითადად არიან 17-დან 22 წლამდე ბავშვები, არ უღავენ ძალიან ბევრ კანონს, რომ თავიანთ აიდოლებს დაუახლოვდნენ და მათი ყურადღება მიიპყრონ. იჭრებიან მათ საერთო საცხოვრებლებში, სახლებში, იპარავენ პირად ნივთებს, აწუხებენ ოჯახის წევრებს. ასევე შეუსაბამო საჩუქრებსაც ჩუქნიან, მაგალითად ქალის თეთრეულს. მაგრამ ეს მამრ აიდოლებს რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ძალიან გვიან გახდა ცნობილი ასეთი სასტიკი ფანების აღსაწერად, ასეთი რაღაცეები 90-იანებში ხდებოდა K-pop აიდოლებზე და მათ ფანდომებზე. ზოგიერთი ეს ფანი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ აიდოლების ყურადღება მიიპყრონ. აიდოლებმა იცნონ ისინი და სხვა ფანებისგან გამოარჩიონ. თავში უკრით. 2012 წელს ერთ-ერთმა ასეთმა ფანმა TVXQ-ს ერთ-ერთ წევრს სახეში გაარტყა და თავის გასამართლებლად ის მიზეზი მოიყვანა, რომ აიდოლს ამის შემდეგ ის აუცილებლად დაამახსოვრდებოდა. მათ ინდივიდუალური ქცევები აქვთ. ზოგიერთი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ მის აიდოლს უფრო დაუახლოვდეს და უფრო მეტ რამ გაიგოს მის შესახებ. ზოგს კი უნდა რომ მათ ავნონ. მაგალითს მოვიყვან. BAP-ის ერთ-ერთ წევრს, კერძოდ კი ჯონ რაპს, აეროპორტში ფანმა მიაწოდა ყავის ჭიქა. რასაყვარელია ხო? მაგრამ სინამდვილეში ეს ჭიქა სასე იყო ბენზინით. საბედნიეროდ, როდესაც არასასიამოვნო გემო იგრძნო, მაშინვე გადაყვარა. ეს ხომ სიკიშია? ფაქტობრივად მკვლელობა. ანტიფანებს უნდათ რომ გარკვეული აიდოლი ან ჯგუფი უბრალოდ დამარცხებული და განადგურებული ნახონ. მეტი არაფერი. უბრალოდ არ უყვართ და მორჩა. მაგრამ ესეთი რაღაცები უკვე ძალიან ზედმეტია. ამ ფანებს შემოშევებული აქვს სხვადასხვა მეთოდი, რომ მიიღონ ესა თუ ის ინფორმაცია აიდოლებზე და ინტერნეტში აქვს ჩამოყალიბებული ქსელები, რითითაც ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან. ცნობილია ის ფაქტი, რომ როდესაც Sesang ფანი გარკვეული ასაკით უფრო დიდია სხვებთან შედარებით და შეუძლია მუშაობა, იწყებს ისეთ ადგილას მუშაობასაც შეუძლია ხელმისაწვდომი იყოს აიდოლების პირადი ინფორმაცია, რომელი ავიაკომპანიით სარგებლობენ, რა ტელეფონები აქვთ, ან საერთოდ რა ხდება მათში და ასე შემდეგ. 2017 წელს Brave Entertainment-მა, რომლის არტისტიცაა სამუელი, როდიოს ასერტის ერთ-ერთი მონაწილე, ორი სტაფის წევრი დაითხოვა, რადგან ისინი აღმოჩნდნენ Sesang ფანები. ისინი კუჩში დაყვებოდნენ სხვადასხვა აიდოლებს, არცელებდნენ საიმონის პირად ცხოვრებას. სიგიჟია. ინტერნეტში კი ძალიან პოპულარულია ის თემა, რომ Instagram-ში, Twitter-სა თუ Kakao-Talk-ში აიდოლების პირადი ინფორმაცია ფულში იცვლება. კი, ფულში არ მოგესმათ. ეს ინფორმაცია შეიცავს პირადი ცხოვრების მასალებს, ტელეფონის ნომრებს, სახლის მისამართებს, აკაუნთის მისამართებს, აუდიო ჩანაწერებს და ვიდეოებს. ზოგიერთი იმ ინფორმაციასაც ცვლის, თუ როგორ იგებს ამ ყველაფერს. ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული Sesang taxi, რომელიც კიდევ ერთი მეთოდია, რომ აიდოლებს კუჩში დიონ. არ აქვს ეს მნიშვნელობა ის მათი გრაფიკით გადაადგილება იქნება თუ პირადი გადაადგილება. ამ ტაქსის გადასახადი დღეში სადღაც $60 აღწევს და მთელი დღის განმავლობაში ემსახურება კლიენტს. მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით და ძალიან ბევრ საგზაო ნიშანს არღვევს. ეს მეთოდი მოიცავს სკოლის გაცდენას, ხანდახან საერთოდ ყველანაირი გაკვეთილის ჩასვლას, კაფეებში ძილს და პროსტიტუციასაც. აბა $600 საიდან უნდა მოიტანოს სკოლის მოსწავლემ? 2014 წელს დააკავეს 21 წლის გოგონა, რომელიც ექსოს საქონელს არალეგალურად ყიდდა. ყიდველებს თავიანთი შენეძენილი ნივთები საერთოდ არ მისდიოდათ დანიშნულების ადგილას და ბოლოს ამ გოგონა მაღიარა, რომ ის თანხა რაც ამ თაღლითობით შეადგინა 4 მილიონ ვონზე მეტი იყო, რომელიც დოლარებში დაახლოებით $4000 აღემატება. ამოვარჩია რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამ ფარებმა გამოიწვიეს აიდოლების მიმართ. ეს არის გაღიზიანება თუ ავტოავარიები. ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ჯგუფი TVXQ და JYJ არაერთხელ გამხდარან ამ ფანების მსხვერპლნი. ჰაკავდნენ მათ ტელეფონის ნომრებს,
იჭრებოდნენ მათ სახლებში. მათ პირად პარკინგზეც კი აყენებდნენ ვიდეო კამერებს და სააბაზანოებში. 2012 წელს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი ინტერნეტში, სადაც კარგად ისმის TVXQ-ს ერთ-ერთი წევრი, როგორ უყვირის და ურტყავს გოგონა ფანს. ეს აუდიო ჩანაწერი შემდგომ მათ კონფერენციაზეც გაუშვეს და ბიჭებმა აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი მათ თავს უკვე 8 წელია რაც ხდება. ისინი უკვე როგორც GYG-ს წევრები და TVXQ-ს დროიდან მოყოლებული ხდება ეს ყველაფერი. მათი ეს აქცია თქო უნდა აიდოლებს აღეზიანებას გამოიწვევს. რა არის ამაში გასაკვირი? ძალიან ბევრი აიდოლიც მოყოლილა მათ გამო ავარიაში, რადგან ისინი ყოველთვის დაყვებიან აიდოლებს უკან მანქანებით, ამერი უწოდებული ტაქსით. Super Junior-ის ორი წევრი, ლითეუკი და ჰიჩული შანხაის დროს ფანებმა რასაც ქვია ალყაში მოაქციეს მანქანებით, რამაც ავარია გამოიწვია. ორივე ძალიან კარგად იყვნენ თქო უნდა, მაგრამ ჰიჩულმა შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ სტრესის და ტრამვის შემდეგ მანქანასთან დაჟრომის შიში გაუჩნდა. 2015 წელს ჩანიელმას დაწერა ვეიბოზე თუ როგორ მისდევდა 20 ფანი შანხაიში ყოფნისას. საშინელებაა. და ასევე როგორც მახსოვს, ჯონგიმა ლონდონში ჩასვლაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ფანები უკან გაეკიდნენ. მე ფეხზე ხახარ ჩავდგავო. ასევე 2016 წელს გოც7-ის ჯექსონი მოყვა ავარიაში, როდესაც აეროპორტში მიდიოდა, ჩინეთის აეროპორტში და მას ძალიან ახლოს მოყვებოდა უკან ფანი. კიდევ კაი, ფანიც ავარიაში მოყვა იში. მოკლედ, ძალიან მწირი ინფორმაცია იყო, რაც ახლა მოგეცით, ხოლო ამის მოძიება შევწელი. წერით უფრო მეტი ჩანდა, მაგრამ სალაპარაკოდ აშკარად ძალიან ცოტა გამოვიდა. და იმედი მაქვს, ასე თუ ისე რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდეთ და ახსენეთ თუ რა არის ეს ყველაფერი. თან ძალიან საშინლად გამოითქმის ესანი ფანი, ესანი ფანი, მოკლედ, ხო მიხვდეთ რაც არის მნიშვნელობა. და არაგერიოთ ანტიფანებში, ან ჰეითერებში. ესენი უბრალოდ პირდაპირ გაგებით კლავენ აიდოლებს. და მე მინდა დაგემშვიდობოთ იმ ვიდეოებით, სადაც კარგად ჩანს, როგორი რეაქციები აქვთ აიდოლებს ამ ყველაფერზე. ანიონ!你带我把车靠边，我就不走。你带着我走，我今天我不走。你带着我走。哥，鹿晗，又是你是吧？鹿晗，今天我就靠边。我就出来。又是你。